არჩევნების წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია სამტრედიაში. პროპორციულ და მაჟორიტარულ არჩევნებში ორივე შემთხვევაში ქართული ოცნება ლიდერობს. თემას ჩვენი კორესპონდენტი იმედა დარსალია განაგრძობს. ახლა იმედა გისმენთ. ნომერ 54 სამტრედის საოლქო საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემები ასეთია. გეტყვით, რომ 48521 ამომრჩეველი აქვს ოფიციალურად რეგისტრირებული. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 31887 ამომრჩეველმა, რაც 66.5%-ია. ხმების 55%-ით პირველ ადგილზე გავიდა ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება. მეორე ადგილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხმების 42.4%-ით და დემოკრატიული მოძრაობა ხმების 1.7%-ით. ასევე წინასწარი მონაცემებით მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი პარლამენტში სამტრედიელებმა მისცეს კახი კალაძეს. ის 53.6%-ით ლიდერობს. მისმა კონკურენტმა ნაციონალური მოძრაობიდან მერაბ ჯანელიძემ მხოლოდ 44.9% მიიღო და მიხეილ ლეჟავამ ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობიდან 1.6%. ახლა თქვენ შეგიძლიათ ნახოთ კადრები გუშინ საღამოს exit polls გამოცხადების დროს კახი კალაძის საარჩევნო შტაბში რა ხდებოდა. მსგავსი სიტუაცია, ასე ვთქვათ, ბედნიერი სახეები იყო თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე. წუხელ ხმის დათვლის დროს გარეთ შეკრებილი იყო მოსახლეობა და ამ ფორმის ცდილობდნენ საკუთარი ხმების დაცვა საარჩევნო უბნებზე. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, წუხელ ჩვენ ვესაუბრეთ ადგილობრივებს, რომლებიც ამბობენ, რომ მათ სოფლის რწმუნებულები და გამგებლები აიძულებდნენ ხმამიეცად ნაციონალური მოძრაობისათვის და ამის გამო საარჩევნო უბნებზე მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდნენ. თუმცა ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ დაპირების მიუხედავად, რომ ისინი შემოხაზავდნენ ხუთიანს, მაინც თავისუფალი არჩევანი გააკეთეს და ხმა მისცეს საკუთარ არჩევანს. აი ასეთი იყო სიტუაცია გუშინ გვიან ღამით და დღეს დილით. დიდი მადლობა. სამტრედიდან პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპონდენტი იმედა დარსალია საუბრობდა.